საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა ლუქსემბურგში. ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა. ვახტანგ მახარობლიშვილმა დამსწრა საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საქართველოს პირველი საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი. სოდერმანსი წარმატებული ლუქსემბურგელი ბიზნესმენია, 12 წლის განმავლობაში მას ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. საპატიო კონსულის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საგრძნობლად ხელშეუწყობს ლუქსემბურგსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული კავშირები, ხალხთა შორის ურთიერთობები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ წარმატებულები ვიყოთ. საქართველოში ლუქსემბურგის საპატიო საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პოზიციის დაკავება, ვინაიდან თავს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მივიჩნევ. ჩემი მიზანია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებსა და გარკვეულ დიპლომატიურ ინიციატივებზე. რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს, გეგმავ თანამშრომლობას სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, ლუქსემბურგელი ბიზნესმენებისთვის ბიზნეს სემინარის ორგანიზების მიზნით, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული.